მოდით, დღეს ერთად ჩავყვინთოთ იმ უზარმაზად ცოტა შემზარო კითხვაში, რომელიც დოსტოევსკის დანაშაულისა და სასჯელის გულში დევს. ვეცდებით გავშალოთ ეს იდეა, რომ არსებობს დანაშაული, რომლის სასჯელიც, ვიცით, თავად დანაშაულია. და მოდით პირდაპირ იმ კითხვით დავიწყოთ, რომელიც ალბათ თითოეულ ჩვენგან შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას. არსებობს კი რამე ისეთი უმაღლესი მიზანი, რომელმაც შეიძლება საშინელი, საზარელი დანაშაული გაამართლოს. აი ზუსტად ამ დილემის წინაშე დგას ჩვენი მთავარი გმირი და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. კარგი. ყველაფერი იწყება ერთი კონკრეტული ადამიანით, როდიონ რასკოლნიკოვით. მაგრამ იცით, ის უბრალოდ პერსონაჟი არ არის, ის უფრო იდეაა, რომელიც უკვე კრახის პირასაა მისული. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მე-19 საუკუნის პეტერბურგი, მახრჩობელა სიცხე, სივიწროვე, საშინელი სიღატაკე. და აი ამ გარემოშია გამოკეტილი რასკოლნიკოვი. მისი ოთახე, რომელიც მართლა უფრო კარადას გავს ვიდე ოთახს ხომ ხვდებით, მხოლოდ ფიზიკური კი არა, სულიერი ციხეცაა, რომელიც მას საზოგადოებისგან სრულად იზოლირებს. და რა თქმა უნდა, ეს გარემო მასზე ფსიქოლოგიურად საშინლად მოქმედებს. ის სიღარიბითაა გატეხილი, ვალებში იხრჩობა, ნერვები კი უკიდურესად აქვს დაძაბული. ხო და აი, სწორედ ამ სრულ იზოლაციაში მის გონებაში რაღაც ძალიან რადიკალური საშიში აზრი იბადება. აი ეს ციტატა უბრალოდ გენიალურად გვიჩვენებს მის შინაგან კონფლიქტს. შეხედეთ, ერთ მხარეს არის ეს გრანდიოზული შემზარავი გეგმა, მეორე მხარეს კი უმცირესი დეტალების პანიკური შიში. რასკოლნიკოვს კარგად ესმის, რომ სწორედ ასეთმა წვრილმანებმა შეიძლება მთელი მისი ჩანაფიქრი დაანგრიოს. კარგი, მაშ რა იყო ეს რადიკალური იდეა, რომელიც ასე მოსვენებას არ აძლევდა? ეს იყო მთელი ფილოსოფიური თეორია, რომლითაც რასკოლნიკოვი, ასე ვთქვათ, ცდილობდა გაემართლებინა ის, რის ჩადენასაც აპირებდა. მისი თეორიის არსი პრინციპში საკმაოდ მარტივია. კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად. ერთ მხარეს არიან ჩვეულებრივნი. ეს არის მასა, რომელიც ემორჩილება კანონს და, არსებულ წესრიგს ინარჩუნებს. მეორე მხარეს კი დგანან არაჩვეულებრივნი. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დიახ, დაარღვიონ კანონი, თუ ეს რაღაც ახალი კაცობრიობისთვის სასიკეთო სიტყვის თმა სჭირდება. და ამ ორ კატეგორიას შორის ხომ ხდებით, ნამდვილი უბსკრულია. რასკოლნიკოვისთვის ჩვეულებრივნი მხოლოდ მასალაა, ხოლო არაჩვეულებრივნი ისტორიას ქმნიან. ამიტომაც ის საკუთარ თავს უსვამს ყველაზე მთავარ კითხვას. მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები? შემიძლია კი ვიყო ის, ვინც სისხლს გადააბიჯებს? აი უბრალოდ დაფიქრდით, რა უკიდურესობამდე მიიყავს მას ეს თეორია. ის ამტკიცებს, რომ ნიუტონსაც კი ექნებოდა სრული უფლება მოეკლა ადამიანები, თუ ეს მისი გენიალური იდეების გავრცელებას დასჭირდებოდა. ეს ხომ შემზარავი ლოგიკაა, რომელიც უმაღლესი მიზნის სახელით აბსოლუტურად ყველაფერს ამართლებს. კარგი, თეორია გავიგეთ. ახლა ვნახოთ, როგორ ცდილობს რასკოლნიკოვი ეს ინტელექტუალური თეორია სისხლიან სასტიკ რეალობად აქციოს და საბოლოოდ შეამოწმოს, არის კი ის ნამდვილად არაჩვეულებრივი. ის კლავს მოხუც მევახშეს. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ეს არ არის უბრალოდ მკვლელობა ძარცვის მიზნით, არა. ეს არის, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური ექსპერიმენტი. მან მოკლა არა იმდენად ადამიანი, რამდენადაც პრინციპი, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ თეორია რეალობასთან შეჯახებისთანავე უბრალოდ იმსხვრევა. ნამდვილი სასჯელი ციხე კი არა, მისივე სინდისია. დანაშაულის ჩადენისთანავე მას ეწყება ციებ-ცხელება, საშინელი პარანოია და ისეთი დამთგრუნოველი დანაშაულის გრძნობა, რომელიც მას შიგნიდან ნელ-ნელა ანადგურებს. ის ხვდება, რომ ამ საქციელით საკუთარი თავი მთელ კაცობრიობას მოსწყვიტა. აი ამ მომენტიდან რასკოლნიკოვის თეორია ებრძვის უკვე არა კანონს, არამედ თვითონ ადამიანურ ბუნებას. და ეს ბრძოლა იცით სამი მთავარი პერსონაჟის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც თითქოს მის გადარჩენას ცდილობენ. მოკლედ, მის შინაგან ბრძოლას სამი მთავარი ფიგურა ასახავს. გამომძიებელი პორფირი, რომელიც მის ინტელექტს ეთამაშება და უპირისპირდება. რაზუმიხინი, რომელიც უბრალო ადამიანურ სიკეთესა და მეგობრობას თავაზობს. და რა თქმა უნდა, სონია, რომელიც მას რწმენასა და ხსნას ტანჯვის გავლით უჩვენებს. თითოეული მათგანი რასკოლნიკოვს ამ საშინელი იზოლაციიდან გამოსვლის სხვადასხვა გზას თავაზობს. და მაშ, რა ბედი ეწევა ჩვენს არაჩვეულებულ ადამიანს, საბოლოოდ სად მივყავართ ამ მთელ ფილოსოფიურ ძიებას? იცით, ყველაფერი საბოლოოდ სონიასთან დიალოგში ინგრევა. როდესაც ის ცდილობს ისევ გაამართლოს თავისი საქციელი და ამ მსხვერპლ სტილს უწოდებს. სონიას უბრალო, მაგრამ გამანადგურებელი პასუხი, ადამიანი, ტილი, უბრალოდ ფარდას ხდის მისი ინტელექტუალური კონსტრუქციის სრულ სიყალბეს. ეს არის მომენტი, როცა თეორია ადამიანურ თანაგრძნობას ეჯახება და ნადგურდება. საბოლოო ჯამში რასკოლნიკოვის თეორია დამარცხდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლოგიკურად იყო მცდარი, არა. ის დამარცხდა, რადგან მისი ადამიანური ბუნება, მისი სინდისი და სხვებთან კავშირის მოთხოვნილება, მის ცივ რაციონალურ ინტელექტზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.
მან გააცნობიერა, რომ ნამდვილი სასჯელი თავიდანვე თავად დანაშაული და მისგან გამოწვეული სულიერი ტანჯვა იყო. და ეს ყველაფერი საბოლოოდ გვიტოვებს კითხვას, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია როგორც მაშინ. სად გადის ზღვარი გენიალურ ხედვასა და საშიშ დესტრუქციულ ბოდბას შორის? ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.